მოგესალმებით. კვლავ შინაურულის არხზე ხართ. დღეს მოგიტანეთ ყველასთვის საყვარელი კამფეტები ირისი, რომელიც ყველას ბავშვობიდან გვახსოვს და გვიყვარს. პირველ რიგში ქვაბში მოვათავსოთ 200 გრამი არაჟანი, რაც უფრო ცხიმიანი იქნება, მით უკეთესი. შემდეგ დავაყაროთ 200 გრამი შაქარი და შაქარი და არაჟანი ერთმანეთში კარგად ავურიოთ. და ურიოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ კი მიღებული მასა დავადგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ კი ეს მასა, როცა ოდნავ წამოდუღდება, მოვუმატოთ ცეცხლს და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ ჩვენი ირისის კამფეტები. მასა თანდათან დაიწყებს ფერის შეცვლას, ჯერ გაყვითლდება, შემდეგ კი დაიწყებს გაყავისფერებას. როგორც ხედავთ, მასა უკვე კარგად დუხს და ის თითქოს გავს შესქელებულ რძეს, მაგრამ დაველოდოთ, აი ესე ჩასქელდება, შემდეგ კი გამუქდება და მიიღებს ჩვეულებრივ ირისის ფერს. როცა მიღებული ტკბილი მასა დაიწყებს გაყავისფერებას, დავუმატოთ 20 გრამი კარაქი. კარაქი და არა მარგარინი. ირისის კამფეტში არ ვიყენებთ მარგანის, ამიტომ ნუ ჩაანაცვლებთ. ჩვენი მასა უკვე გაყავისფერდა, ამიტომ გადმოვდგათ ცეცხლიდან და კონტეინერში ან სპეციალურ სილიკონის ფორმებში ჩავასხათ ჩვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ აი ესე კონტეინერში გადაიტანოთ და შემდეგ, როცა ოდნავ შეგრილდება, დაჭრათ სასურველ ნაჭრებად. მე ასევე ჩავასხი სპეციალურ კამფეტის სილიკონის ფორმებში, რომელშიც კიდევ უფრო მარტივად არის კამფეტების ფორმირება და ამოღებაც. კამფეტები ფორმიდან უკვე ამოვიღე და მზად არის მისართმევად. აუცილებლად მოამზადეთ, გაგახსენებთ ძველი ირისის გემოს.